ჯერ კიდევ 4 წლის წინ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას 26 წლის ქალი, რომლის სამხედრო მეტსახელია მონკა, ბრძოლის ველზე საკუთარ თავს ვერ ხედავდა. საკუთარი ქვეყნის ფიზიკურად დაცვა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა ფრონტზე ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მონკა საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საყვარელ საქმეს აკეთებდა. ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი იყო, თუმცა სამშობლოში გასულ წელს დაბრუნდა და შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. ის ახლა მოკლე რადიუსის დრონების პილოტის პოზიციას ამაგრებს. მონკა არმიაში მესამე კორპუსის უპილოტო სისტემების ბატალიონში მსახურობს. მან ამისთვის ყველა შესაბამისი წვრთნა გაიარა. უცხოეთში ვმუშაობდი. არმიაში სულ მინდოდა. საბოლოო გადაწყვეტილება 1 წლის წინ მივიღე. 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა კურსსა და წვრთნაში ჩაავერთე. ბევრი რამ ვცადე, მათ შორის პილოტობაც და მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის საინტერესო იყო. მონკა გამონაკლისი სულაც არ არის. უკრაინის სამხედრო ძალებს ქალები აქტიურად უერთდებიან. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2025 წელს არმიაში 70,000-ზე მეტი ქალი მსახურობს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-იანი ზრდაა. მათგან 5,500-ზე მეტი პირდაპირ ფრონტის ხაზზე იბრძვის. სამხედროების თქმით, დრონების მართვა ის საბრძოლო პროფესია, რომელსაც ბევრი ქალი ირჩევს. ახალმა ტექნოლოგიებმა ქალებს ისეთი ფუნქციები მოუძებნა, რომლებსაც წარსულში ტრადიციულად მამაკაცებს უფრო მიაკუთვნებდნენ. თანამებრძოლები ამბობენ, რომ მონკა საქმის დროს სტოლს არავის უდებს. 60 კილოგრამის ტარებას ვერ შევძლებ. ჯავშან ჟილეტი, აღჭურვილობა და ეს ყველაფერი მოიერიშე ჯარისკაცს სჭირდება. ვიცი გოგონები, რომლებიც ადრეც მოიერიშეები იყვნენ და ახლაც, მაგრამ მე ფიზიკურად ამას ვერ გავუძლებდი. ჩემთვის მაქსიმუმი 20 კილოგრამია და იმასაც დიდ მანძილზე ვერ ვატარებ. ამიტომ ის რომ ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას ტყვია წამალი ფრონტის ხაზამდე სირბილის გარეშე მივიტანოთ, ეს მართლაც საოცარია. Можна доставити боєприпас, не піднімаючи його в руки і не біжучи з ним на передову. Це дуже гарно. 27 წლის იმლა პროფესიონალი ჰოკეისტი იყო, თუმცა მან საკუთარი მიწის დასაცავად ყველაფერი მიატოვა და სამხედრო სამსახური დაიწყო. თავდაპირველად ბრძოლაში მედიკოსობა სურდა, თუმცა სამსახურმა დრონების მართვის სწავლა მოითხოვა. მან ეტაპობრივად აითვისა ტექნიკა და დღეს უკვე დრონების ოპერატორად მუშაობს. განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს თავის პირველ სადაზვერვო ფრენას. უკრაინული სამხედრო ნაწილები სპეციალურად აფართოვებენ ქალებზე ორიენტირებულ კამპანიებს. ხარტიას კორპუსში ქალების რაოდენობა 2024 წლიდან 20%-ით გაიზარდა. ბრიგადამ საქველმოქმედო ორგანიზაცია Dignitas Foundation-თან თანამშრომლობით დაიწყო კამპანია, რომელიც ქალებს საბრძოლო და ტექნოლოგიურ საქმეში ჩართვისკენ მოუწოდებს. ექიმობა მინდოდა, ბევრი სამედიცინო კურსი გავიარე და როცა მესამე მოიერიშე ბრიგადას შევუერთდი, მედიკოსად მსახურობდი. ნახევარი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო პოზიციაზე ვიყავი, თუმცა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დრონის მართვაც მიწევდა. პარალელურად მავიკის ფრენას ვსწავლობდი ამ სამედიცინო გასვლების დროს და საბოლოოდ ამ ყველაფერმა იქამდე მიმიყვანა, სადაც დღეს ვარ. ტექნოლოგიური განვითარება ქალებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ფრონტის ხაზზე. თუმცა ერთიც არის, აქ შეცდომის დაშვება ძალიან ძვირად ფასობს. არსებობს სტერეოტიპები. ხშირად ამბობენ, თითქოს ქალებს არმიაში არ იღებენ. როცა მესამე მოიერიშე ბრიგადას შევუერთდი, ერთი რამ ნაცვლად დავინახე. ყველას ერთი მიზანი აქვს და ყველა ერთმანეთს აძლიერებს. სწავლებებისა და წვრთნების დროს ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას. ვიცოდი, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც გვერდით დამიდგებოდნენ. აქ ყველაფერი ბუნებრივად და მარტივად წარიმართა. Мене підтримують в будь-яких моментах і це стало на ізі тут. მოიერიშეთა და მეთაურების შეფასებით უკრაინის არმია დღეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტად რჩება. სწორედ ამიტომ სამხედრო სტრუქტურები ძალების გაძლიერებას ცდილობენ მაშინაც კი, როდესაც მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არმიის რაოდენობის შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავენ.